დღეს ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გენიის ფიოდორ მიხაილოვიჩ დოსტოევსკის დაბადების დღეა. ჰერმან ჰესემ თქვა ერთხელ: ძნელია სიტყვებს მოუყარო თავი, როცა ზეცაში ღმერთზე ალაპარაკი და მიწაზე დოსტოევსკიზეო. მიჭირს ყოველთვის მასზე წერაც, ლაპარაკიცა და ფიქრიც. როგორც ძნელია ილაპარაკო იმაზე, რატომ გიყვარს საკუთარი მამა, დედა, შვილი. ისევე ძნელია ილაპარაკო იმაზე, რატომ და როგორ გიყვარს დოსტოევსკი. გამოცდილება, რასაც მისი კითხვისგან იღებ, ცოტა მეტია, ვიდრე ლიტერატურული გამოცდილება. ძალიან მარტივად და დალაგებულად შემიძლია ახსნა, რატომ მიმაჩნია ტოლსტოი პროზაული სრულყოფილების ეტალონად, რატომ მიმაჩნია ფლობერის მადამ ბოვარი ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან მოვლენად რომანის, როგორც ჟანრის ისტორიაში. რატომ მგონია, რომ სტენდალის გარეშე რომანი არ იქნებოდა ისეთი სერიოზული ჟანრი, როგორაცაც დღეს არის იგი მიჩნეული. აი დოსტოევსკიზე კი რა აზრის ვარ. ამის დალაგებულად თქმა ფაქტობრივად შეუძლებელია ჩემთვის. ჩემს პოსტებზე და ზოგადად ვიდეოებზე ხშირად გვხდება ხოლმე კომენტარები სხვადასხვა ავტორებზე. დოსტოევსკიმდე მას ბევრი უკლია, დოსტოევსკიმდე იგი ვერასდროს მივა. ეს სრულიად გასაგები მოვლენაა ჩემთვის. ალბათ არც ერთი სხვა ავტორი არ ახდენს პირველ წაკითხვაზე იმდენად დამანგრეველ წამლეკავშთა ბეჭდილებას, როგორსაც ის. თითქოს ეჭვიანობ კიდეც მის მიმართ სხვის დამოკიდებულებებზე, იმდენად შენი ხდება, რომ აღარავის აძლევ მისი განქიქების უფლებას. ტოლსტოის, ფლობერის, პრუსტის, ჯოისის აღქმას დრო სჭირდება. დოსტოევსკის პირველივე წაკითხვაზე ინტელექტუალურ აალებას იწვევს. თითქოს ცეცხლი გადაგატარეს გულზე, ძალიან შორს წაგიყვანს იმ გენიოსთა ჩამოთვლა, ვინც მოწიწებით იხრიდა ქედს მისი გენიის წინაშე. დოსტოევსკის შემდეგ პლანეტაზე ლიტერატურული წერილი არ დარჩენილა, სადაც მისი გავლენა არ შემჩნეულა. მისი შემოქმედებიდან ვერ იპოვი რომანს თუ მოთხრობას, რომელიც შედევრი ან შედევრთან მიახლოვებული არ იქნება, რომელთაც განსაზღვრეს თანმიმდევრობა. რაც შეეხება პლატონს, ჰესეს, ფოლკნერს, აკუტაგავას, ჩეხოვს, თვით ისიც კი მარკესი, ვინც სტილს უწუნებდა მის ტანჯულ ხელს, ვლადიმერ ნაბოკოვი, დოსტოევსკის სულმა ამოიგმინა დაცემული ადამის ყველაზე დიდი სატანჯველი და მავნე განისვენა, როგორც სამოთხეში დაბრუნებულმა ახალმა ადამმა. მე შემიძლია გითხრათ მუსიკაზეც იგივე. არის მუსიკები, რომლებსაც სხვას ვერ უზიარებ. თითქოს ის მხოლოდ ჩემია, მხოლოდ მე მეკუთვნის და ამ დროს ვცახცახებ, კბილები მიხრჭიალებს და იდაყვები მიკაწკაწებს.